საყვარელში თორისა მეგობრებო, თქვენ მოხდით ტაროს ხელოვნების ხორცზე. ჩემი სახელია მარია და დღეს ვიქნება საჯარო გაშლა თემაზე, თუ რა ეტაპს გადიხართ ახალ ცხოვრებაში და როგორ უნდა გადავახოთ ეს სიტუაცია. ნახოთ, რა ეტაპს გადიხართ ახალ ცხოვრებაში. ვერჩიეთ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, რა ეტაპს გადიხართ ახალ ცხოვრებაში და როგორ უნდა გადავახოთ ის, ნახოთ. იმედი მაქვს ვარიანტები ვიარჩიეთ, ჩვენ კი დავიწყოთ გაშლა. პირველი ვარიანტით, რა ეტაპს გადიხართ ახალ ცხოვრებაში. ცხოვრების ამ მომენტში პერიოდი გაქვთ, როდესაც გჭირდებათ განმარტოვება, დაფიქრება საკუთარ თავთან, დაფიქრება ზოგადად ცხოვრებაზე, სიტუაციებზე, თქვენს ღირებულებებზე, შინაგან პროცესებზე, ხო? როგორ ხართ, რა სიტუაცია გაქვთ. შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, რომ განიცდიდეთ მარტოსულობის შევრძნებას, მაგრამ რეალურად ეს არის ის მომენტი, როცა ცხოვრებამ სამყარომ მოგცათ დრო იმისათვის, რომ ცოტა ხანი დარჩეთ საკუთარ თავთან. საკუთარ თავთან დარჩენა გეხმარებათ სიტუაციის უკეთესად ანალიზში და შესაბამისად უკეთესად გაცნობაში საკუთარ თავში. ამიტომ ნუ შეუშინდებით ამ პროცესს. რა ეტაპს გადიხართ ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანი არგანები ამოგვით მეგობრებო, ფაქტობრივად სამი უმაღლესი არგანი გვაქვს, ნახეთ და გვაქვს ჰიმნი. ცხოვრების ამ ეტაპზე გადიხართ მომენტს, სადაც თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვინ, რას და როგორ იმსახუროს, მათ შორის საკუთარ თავთან. თქვენ რას იმსახურებთ და როგორ. რას იმსახურებთ, რამდენად დაგიფასდათ, რამდენად არ დაგიფასდათ, სად იყო სამართლიანი სიტუაციები, სად არ იყო სამართლიანი. ოღონდ უნდა გაიაზროთ ის ფაქტორი, რომ ეს ყველაფერი არ უნდა გადაგდიოდეთ შინაგან დაქვეითებაში, შინაგანი პროცესის, ხო, აი, როდესაც დაუშვათ განიკითხავ საკუთარ თავს იმის გამო, რომ შეიძლება სადღაც არ იყავის სწორი. თუ თქვენ ასე ფიქრობთ, რომ სადღაც სწორი არ იყავის და ანალიზებთ ამას, მიიღეთ ეს მდგომარეობა და მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ მონახოთ თქვენს თავში გარემოება, რომ თუ კიდევ მე კიდევ აღმოჩნდებით მსგავსი ტიპის სიტუაციაში, სხვა დროს როგორ მოიქცევით, უბრალოდ გაიაზრეთ და გააცნობიერეთ ეს ყველაფერი სწორად და ესე რომ თქვა დაუკვირდით დინამიკას, ხო? სად შეიძლება ყოფილიყავით მეტად უფრო ემპათიურები, თუნდაც სხვასთან, თუნდაც საკუთარ თავთან მიმართებაში. როგორ უნდა გადავახოთ ეს პერიოდი? ამ პერიოდის გადალახვისთვის თქვენ არ გჭირდებათ რაიმე კონკრეტული მოქმედებები, თავისთავად მოხდება.